რა გადაწყვეტილებდა ბამდე მივიდა თქვენი პოლიცსაბჭო, რას აპირებთ იცვლება თუ არა რამე, ან გეგმები, რომელიც აქამდე გქონდათ, ტრანსფორმირდა თუ არა ლევან ხაბეიშვილის დაჭერასთან ერთად? დიახ, მოგესალმებით ტელემაყურებელს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. თქვენ იცით, რომ აქამდეც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას გადაწყვეტილება მიღებული, რომ 4 ოქტომბერს უერთდება საზოგადოება რუსთაველის და პაატა ბურჭულაძის ინიციატივას ამ საერთო სახალხო ეროვნულ მოძრაობას 4-ში ძალიან დიდ მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით და ყველამ უნდა იცოდეს, რომ დიახ, ეს არის ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია. ეს ადამიანი აანონსებდა ლევან ხაბეიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ 4 ოქტომბრის აქციის და ნაციონალურ მოძრაობა დიახ აქტიურად ერთვებოდა და ჩაერთვება აი ამ მასშტაბურ ღონისძიებაში კიდევ უფრო მეტი რესურსით, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, კიდევ უფრო მეტი შემართებით და მოტივაციით, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში გაგრძელდეს კიდევ ის მარაზმი, რასაც ხედავთ ჩვენ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ანადგურებს ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოს. უნდა რომ ამ ქვეყანას აღარ ქონდეს დროშა, აღარ ქონდეს გერბი, აღარ ქონდეს ჰიმნი და იყოს რუსეთის ერთი ჩვეულებრივი გუბერნია, მაგრამ ვერ ეღირსება ამას 13 წელი ის შეხვდა რა თქმა უნდა ძალიან ბევრ წინააღმდეგობას, იყო მისი მხრიდან ძალიან ბევრი ძალადობაც, მაგრამ 4 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, სადაც ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს აი ამ თავის დიქტატორულ მმართველობას და ქართველი ხალხი 5 ოქტომბრიდან იცხოვრებს თავისუფალ დემოკრატიულ ევროპულ საქართველოში, სადაც პენსიონერებს არ მოუწევთ აფთიაქში რიგში დგომა და ხურდების თვარო წნევის წამალი იყიდონ, როგორ გადაიხადონ საპენსიო სესხები, სტუდენტებს არ მოუწევთ ფიქრი რომ იფიქრონ იმაზე, როგორ გადაიხადონ სწავლის ფული, ადამიანებს არ მოუწევთ ამ ქვეყნიდან გაქცევა, იმიტომ რომ აქ არის უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება, უიმედობა, უპერსპექტივობა და არის ჩვეულებრივი რუსული ჭაობი დამყარებული კრიმინალური ბანდების მიერ და შესაბამისად ჩვენ ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. დიახ, ამით არაფერი არ იცვლება. ლევან ხაბეიშვილი, რა თქმა უნდა, ციხიდანაც აქეთ გვამხნევებს, მას ჰქონდა და აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მოწოდებაც, ამ გეგმების მოწოდებაც ეტაპობრივად გაგრძელდება და ჩვენი მოქალაქეები, ირაკლი, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, არის საუბარი რაღაც ტიპის ჩანაწერებზე, ფაქტებზე, რომელიც აი მოდი მე წინასწარ მოვლენებს არ გავუსმენ. უბრალოდ კითხვას დავასრულებ, ირაკლი. მოულოდნელი ლევან ხაბეიშვილის დაკავებაში არაფერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ჯერ წარდგენილი არ არის ოფიციალურად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხვდებით რა კავშირი აქვს ჯუანშერ ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ან თუნდაც მურთაზ დოდელავას დაჭერას, იყო თუ არა ალტერნატიული გეგმა პარტიაში, რომ ლევან ხაბეიშვილის დაჭერის შემდეგ საქმეს გააგრძელებდა ესა და ეს ადამიანი და ვინ არის ის? კიდევ ერთხელ ალტერნატიული გეგმა პარტიაში არა, ეს არ არის პარტიული ყრილობა და პარტიული მოძრაობა, ეს არის საზოგადოება რუსთაველი, პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი როგორც ლიდერი, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი პატრიოტი, ისე იყო წარმოდგენილი და საზოგადოება რუსთაველს, პაატა ბურჭულაძეს რა თქმა უნდა ყველას ერთად გვაქვს გეგმა და ამ გეგმებს თქვენ ეტაპობრივად შეიტყობთ ძალიან მალე და ფაქტია ერთი რამე. აი ის რომ ახლა თქვენ წეხა მძანეთ თქვენ ლევან ხაბეიშვილს დღემდე ოფიციალური ბრალი არ აქვს წარდგენილი და ადვოკატებს ეს ბრალი არ ჩაბარებიათ. ხო ყველა ხვდებით რომ ის ფორსირებულად საჩქაროდ დაიჭირეს, მხოლოდ იმის გამო რომ მათ ძალიან მაგრად ეშინიათ ამ საყოველთაო მობილიზების, იმიტომ რომ ყველა საუბრობს 4 ოქტომბერზე, ყველა ელოდება 4 ოქტომბერს, დილით კობახიძე აცხადებდა გუშინ დილითო თურმე არასერიოზული იყო ლევან ხაბეიშვილის განცხადებები და ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში დაიჭირეს, რატომ? იმიტომ რომ მათაც ნახეს, ეხა სუსი რა ვიცი, ყველგან არის, მე მგონი გარშემო და ჩვენ ღიად მოქმედებთ. ჩვენ რაღაცა ძალადობრივ გადატრიალებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას, ეს დამოკიდებულია ქართულ ხალხზე. როგორ შეიძლება ეს წარმოვიდგინოთ? აი ნახეთ, მოვა 100,000 ადამიანი, რომელიც იქნება ბრძა დაიცვა საქართველოს დროშა, საქართველოს ჰიმნი, საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გაიქცევა და რას გააკეთებს საზოგადოება რუსთაველი, რას გააკეთებს ნაციონალური მოძრაობა, რას გააკეთებენ სამოქალაქო აქტივისტები. ამას ყველა ერთად ნახოთ. ფაქტია, რომ ეს გეგმა არსებობდა, ეს გეგმა არსებობს. რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო, რომ ლევან ხაბეიშვილს დააკავებდნენ. შეიძლება ხვალ პაატა ბურჭულაძეს დააკავონ, შეიძლება ხვალ ყველა დაგვაკავონ, მაგრამ ერთ
რამეს ვერ ხდება ბიძინა ივანიშვილი, ეს არ არის პარტიული რაღაცა ღონისძიება, პარტიული შეკრება, პარტიული მოძრაობა, ეს არის საერთო სახალხო მოძრაობა და სულ რო გაგვაქრონ ველიდან ყველა დაგვიჭირონ, არ ვიცით, გცემონ, დაგვასახიჭრონ, მოკლან ხალხი მზად არის იმისთვის რომ 4 ოქტომბერს გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი დაამთავროს. პლანაც იყო, პლან ბეც არის, პლან ბეც არის და ბევრი ვარიანტია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვებრძვით აქ რაღაცა რიგით პოლიტიკური პარტიის ლიდერს. ჩვენ აქ ვებრძვით FSB-ს წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ინსტრუქციებს იღებდა და იღებს პირდაპირ რუსეთიდან. ეხლა ვინმე თუ ეჭვიეპარება რომ გაზპრომიდან პუტინმა იმიტომ გამოატანა 2 მილიარდი რომ საქართველოს ევროპაში შეეყვანა და ნატოში შეეყვანა, ხო? ეს ალბათ ძალიან ამ მიმოხილვაში არ წავიდეთ, მოდით დღევანდელობ რუსებს და რუსებთან გვაქვს ბევრი გეგმა თბილისშიც, თბილის გარკვეთ, სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა სახის აქტივობებით, ძალიან ბევრი. აი ნახავთ თქვენ თვითონ სურპრიზებზე ლაპარაკობდა დღეს ქართული ოცნება და რამდენი სურპრიზი ექნება 4 ოქტომბერს, ამას ყველა ერთად ვნახავთ. ირაკლი, ასეთი კითხვა მაქვს. ელოდებით თუ არა რომ დაუმძიმებენ ბრალს ლევან ხაბეიშვილს, ჩვენ მოვისმინეთ სუსის დღევანდელი ბრიფინგი. მართალია სუს არ ჭირდება მტკიცებულებები ფორმალური საფუძვლითაც იჭერს უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს და სინდისის პატიმრებს, მაგრამ უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე არის საუბარი ჰექსოდინით ხელში, რომელიც ირიბად დააკავშირეს ასევე 4 ოქტომბერს. ელოდებით თუ არა რომ დაუმძიმებენ ბრალს ლევან ხაბეიშვილს. მე დიახ, გავიგე კითხვა, ლოგიკური კითხვა. დავიწყოთ რა ბრალი აქვს ლევან ხაბეიშვილის წარდგენილი, ანუ ადამიანს პოლიციელებს, სპეცსაზმელებს პირდებოდა და პირდება და სხვათა შორის ჩვენც ყველა, მეც პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი, პარტიის თავმჯდომარე, ყველა იგივეს ვიმეორებთ, რომ დიახ ეს იქნება აუცილებლად გადაცემული, ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ განცხადებაზე. თუ კანონი თანასწორია და ყველასთვის ერთია, მაშინ ჩვენც უნდა დაგვიჭირონ, იმიტომ რომ ჩვენ ვიძახით 200.000 კი არა, თუ საჭიროა 400.000-საც მივცეთ. ვაურმაგებთ თქო, მაგასაც ვიძახით, ხო? მაგრამ გამოვიდნენ თქვენს რომ არა, თქვენ არ გეხებართ, მარტო ლევანი ყავდა დასაჭერია, ხო? ანუ ადამიანი დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა და ებრძვის კორუფციას. არაერთი ფაქტი აქვს გახმაურებული და მათ შორის თქვენ ეთერებშიც, ხო? ანუ ბედის ირონია, არ ვიცი, კახი კალაძე აღმერთო სად არის სამართალი მართა და ფეხქვეშ მიწა არ ეცლება რომ კახი კალაძე რომ იმეს კორუფციაზე და ქთამის შეტაბაზებაზე საუბრობს. მაგრამ გვერდი გადავდოთ, ამ ადამიანებს სპეცსაზმელებს ეუბნებოდა რომ კანონი არ დაარღვიოთ, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელი არ აწიოთ, ახალგაზრდებს თვალები არ დათხაროთ, არ დაასახიჭროთ, როგორც წინა აქციებზე იყო დავარდნენ ადამიანებს რომ სახეში ურტყავდნენ. ეს სისაძაგლე არა ადამიანურობა, უკანონობა არ ჩაიდინოთ. ამის გამო კი ბიუჯეტიდან აუცილებლად ეს პირობა ძალაშია, ყველა მიიღებთ ჯილდოს, ხო? ნახეს რომ გუშინ ეს 10-0 წააგეს, იმიტომ რომ სრულიად საქართველო, მათ შორის საკუთარი ქოცები დაცინოდნენ და უკმაყოფილოები იყვნენ, რომ ამ კაცს მეტი ვერაფერი ვერ მოუქიქ, ეს რა ბრალია, ანუ შიგნით დარწმუნებული ვარ, რომ დიდი აბავი ჰქონდა და სოციალებში თავისიანებიც აკრიტიკებდნენ ამაზე. დღეს მოიფიქრეს ახლა ახალი ბრალდება, რომ თურმე უკრაინას ორი ადამიანია მეგონი დაჭერილი, რომ დაიჭერეს თურმე რაღაცა კავშირში არის ლევან ხაბეიშვილთან და 4 ოქტომბრის აქციასთან. არის, მეორე მხრივ ამბობენ რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს კი უფრო სწორედ აქცია შეიძლება ამასთან კონდეს კავშირი. ხო, აი ჯერ ამდენად სამარცხვინო ფაქტია, უყურეთ 13 წელია. კი. ხო, 13 წელია ერთი რუსი აგენტი არ დაუჭერიათ ამ ადამიანებს და დღეს გვეუბნებიან რომ თურმე უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლები დავიჭირეთო. აი ამ ბრიფინგში უბრალოდ მართლა კლოუნადად იქცა, მე მრცხვენია ხოლმე მათ ადგილას რას დაამსგავსეს სუსი და მოდული, მართლა იქ მუშაობდნენ ადამიანები და დღესაც არიან ალბათ დარჩენილი, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა და უშიშროებას ემსახურებოდნენ და დღეს გადააქციეს ერთით კლოუნადად, ანუ ერთადერთი დამაკდა რომ ეთქვათ რომ აი მანქანიდან საბურავები ამოვიღეთო ან არ დახსნეს მანქანა საბურავი თქვენს რომ რევოლუციაზე აი რაღაც ჰექსოგენი თუ არ ტროტილი თუ რას იძახიან საბურავებიც იყო შეგროვებული აი იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი ამაზე განცხადება იცით რა არის დაუმძიმებენ თუ არა რამეს მიაბავენ თუ არა ხა როგორ შეიძლება რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან და მისი რუსული ჟანდარმერიისგან საერთოდ რამე გაგიკვირდეს მაგრამ აი ნულოვანი მტკიცებულება იქნება ყველაფერში იმიტომ რომ არანაირი შეხება კიდევ ერთხელ ღიად ვიძახით რა მე მესმის რომ ძალიან ეშინია რუსულ რეჟიმს 4 ოქტომბრის იმიტომ რომ მათთვის ეგრეთ წოდებული არჩევნები რუსული სპეცოპერაცია რასაც ატარებდნენ წინა წლების განმავლობაში არაფერი არ იყო გაყალბების სქემები აწყობილია სუსი აქტივი საჯარო ხელები შეიძლება იყოს კავშირში მაგალითად ყოველი
ირაკლი, ეს ბრალდება თუნდაც ირიბი. შეიძლება იყოს კავშირში მაგალითად ყოველი არჩევნების წინ გამოცხადებულ რევოლუციურ სცენართან, გვახსოვს საბურავების საქმე, გვახსოვს ასაფეთქებლების საქმე, არაერთი ხმენია ამ 13 წლის განმავლობაში. ხო, აი მაგიტო ვიძახი, რომ მენდ არასერიოზული გახდა უბრალოდ ეს განცხადებები, რომ ერთადერთი დამაყლდა, რომ ეთქვათ, რომ მათ შორის შემოქონდათ ორი ტრაილერით საბურავები, რომ აქციებისთვის გამოეყენებინათ, ხო? ანუ ყველას აქვე უნდა გავიხსენოთ ჩვენახევრის წინანდელი ამბავი. ეშინიათ, მაგრამ მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის ეშინიათ. მანამ სანამ არ გაბედა ვინმემ და ეს იყო მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, საზოგადოება რუსთაველი, რომ ხალხო არჩევნები ამ ქვეყანაში აღარ ტარდება, ყველა ვინც ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, არის ბიძინა ემანიშვილის სუსული თამაშის ნაწილი. ჩვენ დიქტატურა თუ არ დავამხეთ შვიდობიანად თუ 4-შივი არ გავისწრებთ ეს ქვეყანა არის დამთავრებული. პოლიცსაბჭო დასრულდა ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, ირაკლი, პოლიცსაბჭოს დასრულდა ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მაგრამ იქ არ ჩანდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. თუ შეგიძლიათ გითხარით, რატომ არ გააკეთა მან განცხადება, ან სად იყო კაპიტანი თინა? თინა ბოკუჩავა, რა თქმა უნდა, პოლიცსაბჭოზე იყო, თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ პროცესში, რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე ის წარმოადგენს ამ პარტიას. პარტიის პოზიცია, იცით ხო, თქვენ ლევან სანიკიძე არის სპიკერი, ეს მიხეილ სააკაშვილმა თავიდანვე გააჟღერა, რომ პარტიის სახელით სასურველია, რომ ილაპარაკოს ლევან სანიკიძემ და ამიტომ ეს მე მგონი არავის არ უყურს, რომ ხშირად სწორედ მის მიერ, როგორც პარტიის სპიკერის მიერ და მიხეილ სააკაშვილის სპიკერის მიერ, მის მიერ ჟღერდება ხოლმე პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებებიც, ამ პარტიის გადაწყვეტილებები, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. პარტია ვართ ერთიანად, ძლიანად, ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, არსებობს სამოქმედო გეგმა, შესაბამისი რესურსებიც არსებობს, იმიტომ რომ ვიცით რომ დაგჭირდება ძალიან ბევრი რამ, ორგანიზების მხრივ, ინვენტარის მხრივ, ლოჯისტიკის მხრივ, ჩვენ ამისთვის ვემზადებით და კიდევ ერთხელ ანუ მიზეზი მხოლოდ ეს არის და არაფერი სხვა, ქალბატონი თინას არ გამოჩენს. არა, ნამდვილად, არის კადრებსაც ნახავთ, ნამდვილად. ეთანხმება პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ეთანხმება და ყველა ერთაზზე ვართ, რომ 4 ოქტომბერს დაანონსებული საერთო სახალხო მოძრაობა ეს არის პაატა ბურჭულაძე პირველ რიგში, ეს არის საზოგადოება რუსთაველი, ჩვენ უერთდებით და ყველაფერს გავაკეთებთ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, რიგით საქართველოს რიგით მოქალაქეებთან ერთად, რომ 4 ოქტომბერს დაიწყოს და დასრულდეს ეს დიდი ღონისძიება, დიდი აქცია, დიდი საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ხალხის გამარჯვებით. ხო, არანაირი ხარ რა პარტიული, შიდა პარტიული ინტრიგები ან დაპირისპირება, ასთა სხვადასხვაობა. ყველანი ბატონი პაატა ცოტა ადრე გამოვიდა საპოლიცსაბჭოდან, ესეც შეუნიშნეს. დიახ, იმიტომ რომ როგორც კი, დიდი მადლობა ბატონი პაატა იყო მოსული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ის არის ინიციატორი, ის არის მთავარი ორგანიზატორი ამ საერთო სახალხო მოძრაობის, მასთან ერთად დგას ძალიან ბევრი ჩვენი პატივცემული მომღერლები, მოცეკვავეები, მხატვრები, კიდევ ერთი შეკითხვა და გაგიშვებთ. პროპაგანდისტები საუბრობენ დავით ახალაიას. პროპაგანდისტები დღეს ავრცელებენ ინფორმაციას დავით ახალაიას ჩართვის შესახებ პროცესებში, ამაზე რა სიტყვით? სამთავრობო არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გეკითხებით. ხო, ეს არის რა თქმა უნდა, სხვა რო არაფერი აღარ დარჩათ. სამთავრობო არხები არიან, ჩვეულებრივი, არ ვიცი, როგორც პუტინს აქვს ვრემია და პროპაგანდისტული არხები. ამაგრებენ ახლა ამ სუსის ჩაშლილ პროპაგანდას და სპეცოპერაციას, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გაამართლეს ლევან ხაბეიშვილის დაკავება. იმდენად ან ბაჩოლა ახალაია კავშირში არ არის. ბატონ პაატასთან არც ლევან ხაბეიშვილთან. არანაირად. ანუ კიდევ ერთხელ ვიცახით, ნახე. როგორც კი გამოვიდა ხალხი და თქვა, რომ იქნება მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, ყველა უნდა გამოვიდეთ. გამოვიდეთ, არ ვიცი, 100,000 ადამიანი და ინიციატორი ყველამ კარგად იცის, რომ ეს დაიბადა, აი, უწყვეტი აქციებია, ხო? ამ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილი. ელოდებით თუ არა დაჭერების გაგრძელებას ეს მითხარით, ბატონი ეკლა დაგემშვიდობები. უამრავი სინდისის პატიმარი ყავს და სინდისის პატიმრების მშობლები უწყვეტად, აი ეს ამდენი დღეა უწყვეტად მართავენ აქციას და უერთდება უამრავი ადამიანი. მადლობა, დიდი მადლობა. თაველზე გაჩნდა ეს იდეა, რომ 4-ში ვიყოთ ყველა ერთად და აქციების უკან დგას ერთადერთი ქართველი ხალხი, პაატა ბურჭულაძე, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ვიქნებით მათ გვერდით და გავაკეთებთ ყველაზე მეც. ირაკლი ნადირაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. დიდი